მოგესალმებით შემოძვირფასო მეგობრებო, მე ვარ ვიქტორია, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. აქ და მოდით ვნახოთ ტრადიციის სამებრ რა გველოდება ამ ერთი კვირის განმავლობაში 6 ოქტომბრიდან 13 ოქტომბრის ჩათვლით. დაშლა გვექნება ორ ვარიანტიანი პირადი კონსულტაციის მსურველებმა და თქმა უნდა მოვწერეთ პირადში და ვნახოთ აბა რა ელოდება პირველ ვარიანტს და რა ელოდება მეორე ვარიანტს ამ ერთი კვირის განმავლობაში. პირველი ვარიანტი ასეთი მწვანე ქვა, მეორე ვარიანტი ასეთი ქვა. არჩიეთ თქვენთვის სასურველი, იმედი მაქვს კარგად ჩანს ორივე ვარიანტი და ფიქრობ გააკეთებდით თქვენს არჩევანს, მაგრამ მანამდე შეგახსენებთ, რომ საჯარო გაშლები არის უფასო, ამიტომაც აი შენ ახლა აუცილებლად უნდა მოიწონე ეს ვიდეო, აუცილებლად. და მოდით დავიწყოთ ახლა ჩვენ პირველი ვარიანტიდან. პირველი ვარიანტი არკანი თასების მეფე ამოვიდა აქ. პირველ რიგში შემოძვირფასო მეგობრებო, თქვენ ამ ერთი კვირის განმავლობაში აუცილებლად იგრძნობთ ემოციების გარკვეულ მოზღვავებას. ამასთან ერთად ძალიან დიდი შანსია იგრძნოთ საკუთარ თავზე ძალიან ბევრი ყურადღება ქალბატონებმა მამაკაცებისგან, ხოლო მამაკაცებმა ქალბატონებისგან. ასევე დავამატებდი იმასაც, რომ მამაკაცებო თქვენს შემთხვევაში, რადგანაც თასების მეფე ამოვიდა, შეიძლება პირიქით თქვენ თავად გსურდეთ კონკრეტული ქალის მიმართ გარკვეული ყურადღების, ინიციატივების გამოჩენა, ნაბიჯების გადადგმა და ეს აუცილებლად უნდა გააკეთოთ, ამის სურვილი და ამის მუზა თუ გაგიჩნდებათ, ხო? მაგრამ ცხადია არა ისე, რომ აი მე შენ ამას გაგიკეთებ და შენ ამის სანაცვლოდ ესა და ეს უნდა გამიკეთო, ხო? არამედ აი შინაგანი სურვილი თუ თქვენ გსურთ კონკრეტული ქალბატონის მიმართ ინიციატივის გამოჩენა, რაღაცით გახარება, აუცილებლად გააკეთეთ ეს. დავამატოთ არკანები და ვნახოთ რა ელოდება პირველ ვარიანტს ამ ერთი კვირის განმავლობაში. ქალბატონებო, თქვენ შემთხვევაში აუცილებლად იგრძნობთ ვიღაც მეც ვიღაც ნაკლებ ყურადღებას მამაკაცების მხრიდან. ქურუმი ქალი, კვერთხების 10-იანი, რა საინტერესოა არკანი ქურუმი კაცი და არკანი თასების 6-იანი. რას ვიტყვით მეგობრებო, როგორც ჩანს აქ ძალიან ბევრი თქვენგანის შემთხვევაში მოდის წყვილის შედგენა. პირდაპირ ვიტყვი, მაგალითად შეიძლება თქვენს რეალობაში შემოვიდეს კონკრეტული ახალი პიროვნება, ახალი მამაკაცი, ან პირიქით ახალი ქალბატონი თუ თქვენ მამაკაცი ხართ, ხო? სხვათა შორის ვინც ახლა ურთიერთობებში ხართ, თქვენთვის ვიტყოდი ასეთ ინფორმაციას, რომ შეიძლება აქ მესამე პირებისგან იყოს ჩარევები, ან ჩარევების მცდელობა. რადგანაც საჯარო გაშლა არის, ასე ზუსტად ვერ ვიტყვი, მაგრამ ნახეთ სამი ადამიანია, ქურუმი ქალი, ქურუმი კაცი და თასების მეფე. ორ მამაკაცს ვხედავ. ეს შეიძლება იყოს, რა თქმა უნდა, რომანტიული ასპექტითაც, ხო? ურთიერთობაში ჩარევა ან ამის მცდელობა. ასევე შეიძლება იყოს უბრალოდ კონკრეტული მამაკაცის მხრიდან ინიციატივა, მაგრამ არა რომანტიული ასპექტით, არამედ რაღაც სხვა ასპექტებით. მაგალითად, ვიღაცის მამა ან ძმაკაცი ჩაერიოს და დაუწყოს რაღაცების საუბარი, რომ ეს ასე არ არის სწორი, ან პირიქით ეს ასე არის სწორი, ასე უნდა გააკეთო და ასე შემდეგ. მაგრამ მინდა გითხრათ, რომ თქვენ აუცილებლად შეძლებთ აქ სწორი არჩევნის გაკეთებას, თმა მომდის სახაზე მეწებება. აუცილებლად შეძლებთ სწორი არჩევნის გაკეთებას, მაგრამ იცით ახლა აშკარად გრძნობ ენერგეტიკულ დონეზე ესეთ გაღიზიანებას თითქოს კონკრეტული ადამიანი თქვენ გაღიზიანებთ. და ნახეთ აქ იქნება რა რაღაც ასეთი გამაღიზიანებელი არც სასიამოვნო მომენტები. დავამატოთ არკანები და ვნახოთ. არკანი შეყვარებულები, არკანი კვერთხების ტუზი. ახალი ინიციატივები მოდის განსაკუთრებით სასიყვარულო ასპექტით, ვისაც ახლა ცხოვრების ამ ეტაპზე არ ყავთ პარტნიორი, თქვენ შემთხვევაში ვიტყოდი იმას, რომ შეიძლება აქ რა თქმა უნდა იყოს არჩევანი, მაგალითად ორმა მამაკაცმა არჩევნის წინაშე დაგაყენოთ, ან მე ამომირჩია ან ისო, ხო? მაგრამ ნახეთ, თქვენ აუცილებლად უნდა დააკვირდეთ თქვენ შინაგან გრძნობებსა და ემოციებს. თქვენ აუცილებლად შეძლებთ, რომ მაქსიმალურად სწორად განსაზღვროთ საკუთარი ენერგიები,
სწორი გადაწყვეტილებები მიიღოთ უპირველეს ყოვლისა საკუთარ თავთან დაკავშირებით. ასევე, რა თქმა უნდა, ყველას არ ეხება ეს ინფორმაცია, მაგრამ შეიძლება აქ იყოს რაღაც ღალატების მცდელობები, ან ცდუნებები, ან რამე მსგავსი. თუ თქვენ გაქვთ ახლა სასიყვარულო სამკუთხედი, ამ შემთხვევაში ხომ საერთოდ აქ აშკარად მოჩანს რაღაც ახალი გადაჭრა ამ სიტუაციისა. კარგით, სულ ეს არის პირველი ვარიანტი, როგორც ჩანს ძალიან სასიყვარულო ინტრიგებში გელოდებათ ეს ერთი კვირა. და მოდით ახლა გადავიდეთ ჩვენ მეორე ვარიანტზე, ნახოთ მეორე ვარიანტს რა ელოდება ამ ერთი კვირის განმავლობაში. არკანი კვერთხების დედოფალი, რა საინტერესოა, პირველი ვარიანტი იყო თასების მეფე, მეორე ვარიანტი არის კვერთხების დედოფალი. ნახოთ, აბა დავამატოთ არკანები. კვერთხების დედოფალი ნიშნავს იმას, რომ თქვენ აუცილებლად იგრძნობთ თავს ძალიან სასურველად ყველანაირი გაგებით, ანუ როგორც სქესობრივი თვალსაზრისით, ასევე შინაგანი თვალსაზრისითაც იგრძნობთ იმას, რომ თქვენ ირგვლივ მყოფებს სჭირდებით, რომ თქვენ ძალიან მნიშვნელოვანი პიროვნება ხართ, როგორც ირგვლივ მყოფებისთვის, ასევე ახლობლებისთვის ზოგადად. დავამატოთ არკანები და ვნახოთ, კიდევ რა გელოდებათ მეორე ვარიანტი. არკანი პენტაკლების რაინდი და კვერთხების ოთხიანი. ნუ თქვენ შემთხვევაშიც მოდის აქ რაღაც გარკვეული ინიციატივები კონკრეტული ადამიანისგან შეიძლება საჩუქარისკი მიიღოთ და ნახეთ, ზოგისთვის რა თქმა უნდა რეზონირდება როგორც პარტნიორისგან მიღებული უცაბედი მოულოდნელი საჩუქარი ან რამე მსგავსი, ზოგისთვის კი რეზონირდება როგორც რაღაც აი მოულოდნელი უბრალოდ ან მოულოდნელი ან ბონუსი ან მოულოდნელი არ ვიცი კლიენტი დავუშვათ, ხო? იმიტომ რომ ყველასთან მაინც და მაინც საჩუქარი აქ არ ჩანს. საჩუქარი სამყაროსგან ჩანს, მოდით ასე ვიტყვი, რომელიც ყველასთან ძალიან ინდივიდუალური გზით მოვა. ასევე იგრძნობთ აუცილებლად გარკვეულ სტაბილურობას, განსაკუთრებით სასიყვარულო ურთიერთობების კუთხით. თუ თქვენ ახალ ცხოვრების ამ ეტაპზე არ გყავთ პარტნიორი, იგრძნობთ იმას, რომ თქვენ ხართ თავისუფალი და შეგიძლიათ ნებისმიერი ადამიანი ბრჭყალებში მოინადიროთ, თქვენი გარეგნობით, თქვენი სილამაზით, თქვენი აურითა და ასე შემდეგ, ძალიან სასიამოვნო ენერგიებია. დავამატოთ არკანები და ვნახოთ, კიდევ რა გელოდებათ მეორე ვარიანტი. თქვენ ამ ერთი კვირის განმავლობაში 6 ოქტომბრიდან 13 ოქტომბრის ჩათვლით არკანი ძალა, თასების 2-იანი, ხმლების 5-იანი, პენტაკლების 10-იანი და არკანი სამსჯავრო. პირველ რიგში ორი უფროსი არკანი ამოვიდა, რაც მეტყველებს იმის შესახებ, რომ აქ იქნება რაღაც გარკვეული ისეთი მოვლენები, რომლებიც შეიძლება თქვენთვის საკმაოდ საბედისწეროც კი იყოს და საბედისწერო მოვლენები ეხება თქვენს რაღაც ან თქვენი ოჯახის ბარაქას, ან ინდივიდუალურად თქვენს ბარაქას. და მოდით ახლა უფრო დაწვრილებით ავხსნი, ეს არის საჯარო გაშლა, მეგობრებო, გავიმეორებ, ამიტომაც ფიზიკურად ყველასთვის სხვადასხვანაირი სიტუაცია არის მე მესმის და ყველანაირი სახის მაგალითს ვერ მოვიყვან, ხო? მაგრამ აუცილებლად იგრძნობთ, რომ თქვენში გამოიღვიძა რაღაც ახალმა ძალამ, იგრძნობთ იმას, რომ თქვენში ბევრად უფრო მეტი ძალა არის, ვიდრე თქვენ გონიათ, იგრძნობთ იმას, რომ თქვენ ბევრად უფრო მეტს იმსახურებთ, ვიდრე თქვენ გგონიათ, ამას თქვენ დათვალად დაგანახებთ სამყარო. უბრალოდ ეს შეიძლება არც სასიამოვნო იყოს, დიდი შანსია მოგიწიოთ ძალის მოკრება, მაგრამ ძალის მოზღვავება, შინაგანი ენერგიის მოზღვავება აქ აუცილებლად იქნება. უბრალოდ აი დისციპლინის გამოჩენა შეიძლება მოგიწიოთ ან მეტი სიფრთხილე. განსაკუთრებით აქ იცით როგორ რაღაცას ხედავ რაღაც ძალიან სასიამოვნო კომუნიკაციას კონკრეტულ ადამიანთან, უმეტესობასთან რეზონირდება როგორც პარტნიორი ან პოტენციალური პარტნიორი, ზოგისთვის ეს იქნება ვიღაც თქვენი მაგალითად მეგობარი ან პოტენციალური მეგობარი, ხო? და ეს კომუნიკაცია თითქოს თქვენ მოგცემთ იმის საშუალებას, რომ ძალიან ბევრი რაღაცა დაწონოთ, რომ რაღაც გარკვეულ სიტუაციებს თქვენს ფინანსებთან დაკავშირებით ან თქვენს ბარაქასთან დაკავშირებით, რომელიც არის ან ოჯახში ან ინდივიდუალურად თქვენი, ამას შეხედოთ ცოტა სხვანაირად, ცოტა სხვა კუთხით. ნუ მოკლედ რომ ითქვას, აქ საბედისწერო ცვლილებები იწყება, მეორე ვარიანტი, უფრო დაწვრილებით სამწუხაროდ აქ ვერაფერს ვეღარ ვიტყვი, იმიტომ რომ ინდივიდუალური იქნება ყველასთან. მაგრამ მე თქვენ ამაზე დაგემშვიდობებით, უღრმესი მადლობა, წარმატებები და ნახვამდის.